10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კომპანია აჭარის წყალი ჯორჯიამ, რომლის მფლობელებსაც წარმოადგენენ ნორვეგიული Clean Energy Invest და ინდური Tata Power. შუახევის ჰესების კასკადის განვითარების არეალში სოციალური პროექტების განხორციელება დაიწყო. ენერგეტიკული ობიექტი, რომელიც აძლიერებს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, თავიდანვე დაიგეგმა გრძელვადიანი ხედვით. განვითარება უნდა ყოფილიყო არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული, არამედ სოციალურიც. 187 მეგავატის სიმძლავრის შუახევის ჰესების კასკადი დღეს საქართველოს ენერგოსისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი არის. თუმცა კომპანიის სტრატეგია მხოლოდ ელექტროენერგიის წარმოებით არ შემოიფარგლება. სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელდა ასობით პროექტი, სოციალური პროექტებისათვის კი დაიხარჯა 9 მილიონ ლარზე მეტი. პროექტებმა კი 8000-ზე მეტი ადამიანს მოუტანა სარგებელი, პრიორიტეტები კი მკაფიოდ განისაზღვრა სამ ძირითად მიმართულებებზე: განათლება და ცნობიერების ამაღლება, ინფრასტრუქტურული გაუმჯობესება, ადგილობრივი თემების მხარდაჭერა. განათლების მიმართულებით დაფინანსდა ჯამში საბაკალავრო სტიპენდიები, ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელი კურსები, STEM პროგრამები და მათ შორის განხორციელდა სკოლების რეაბილიტაცია. ასობით მოსწავლემ და მასწავლებლებმა მიიღეს წვდომა ახალ საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე და განხორციელდა პროფესიული გადამზადების პროგრამებიც, რაც ადგილობრივი დასაქმების ხელშეწყობას ჯამში ემსახურებოდა. ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერების მიზნით კი მხარდაჭერილი არის ჯამში მცირე და საშუალო ბიზნესები, დაფინანსდა 80-ზე მეტი საწარმო და მათ შორის ქალების მიერ მართული ბიზნესებიც. პროექტებმა შექმნა ახალი სამუშაო ადგილები და გაზარდა ეკონომიკური აქტივობა მთიან აჭარაში. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა კი ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის და ჩამოყალიბებული ინიციატივა, რომელმაც ადგილობრივ მეწარმეებს საკუთარი იდეების რეალიზების შესაძლებლობა მისცა. ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა კი გაუმჯობესა ჯამში საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი სივრცეები, რეაბილიტირდა ამ წლების განმავლობაში სკოლების ეზოები, ბიბლიოთეკები, სპორტული დარბაზები და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები. ხოლო 10 წლის შემდეგ კი სოციალური პასუხისმგებლობის შედეგები იზომება არა მხოლოდ განხორციელებული პროექტების რაოდენობით, არამედ კონკრეტული ცვლილებებით განათლებაში, დასაქმებაში და ადგილობრივი თემების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. შუახევის ჰესი ელექტროენერგიის გამომუშავებას 10 წლეულების განმავლობაში გააგრძელებს ჩვენს ქვეყანაში და კომპანიაში აცხადებენ, რომ ადგილობრივ თემებთან პარტნიორობა მათი გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის განუყოფელ ნაწილად დარჩება.